მოკლედ, გაზაფხული და გამწვავებულ გახშირებული კუჭნაწლავის პრობლემები. რომელი კუჭნაწლავის დაავადება მწვავდება გაზაფხულზე, რა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება, როდის უნდა მივიდეთ ექიმთან, ასევე თვითმკურნალობას ან ჩივილების უყურადღებოდ დატოვებამ რა გართულებამდე შეიძლება მიგვიყვანოს და რამდენად გამართლებულია მედიკამენტების თვითნებურად მიღება. გასტროენტეროლოგი გიგა სორტია შემოგვიერთდა და თემაზე სასაუბროთ. დილომშვიდობისა. დილომშვიდობისა, გიგა, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის პირველ რიგში და პირველი კითხვა ჩემგან დაისმება ის თუ რატომ აქტიურდება მაინც და მაინც წლის ამ პერიოდში კუჭნაწლავის პრობლემები. რამე განსაკუთრებულთან გვაქვს საქმე. ხო, საინტერესოა. კვების რაციონი იცვლება პრინციპში ამ დროს მეტნაკლები. მოგესალმებით, მივესალმები თქვენ ტელემაყურებლებს. საჭმელური ტრაქტის დაავადებების დიდი ნაწილი, მნიშვნელოვანი ნაწილი არის ქრონიკული პათოლოგიები. და ქრონიკულ პათოლოგიებს ახასიათებს ორი ფაზა, არის გამწვავების ფაზა და არის რემისიის ფაზა. სწორედ გაზაფხული და შემოდგომა გახლავთ საჭმელური ტრაქტის და არა მხოლოდ სხვა ორგანოთა სისტემის პათოლოგიების გამწვავების პერიოდი. შესაბამისად, ამ დროს როგორც წესი გასტროენტეროლოგები რეკომენდაციას გავცემთ ხოლმე ჩვენს პაციენტებში, ვისაც აქვთ საჭმელური ტრაქტის დაავადებები, რომ გაზაფხულზე და შემოდგომაზე დასაწყისშივე იყოს ვიზიტი ექიმთან, რათა თავიდან ავიცილოთ ამ დაავადების უფრო ესე ვთქვათ წვავე და უფრო აგრესიული მიმდინარეობა. ბატონო, უფრო მეტი პრაქტიკისკენ რომ წავიდეთ და მაყურებელს მივაწოდოთ ინფორმაცია, საინტერესოა წლის ამ პერიოდში რა პროდუქტები უნდა ჩავრთოთ ჩვენს რაციონში და რა პროდუქტებს უნდა მოვერიდოთ ზოგადად, განსაკუთრებით ის ადამიანები, რომელთაც აწუხებთ კუჭნაწლავის პრობლემები. საერთოდ რეკომენდაციები კვებასთან დაკავშირებით არ შეიძლება იყოს უნივერსალური ყველა დაავადების დროს. არსებობს ჯანსაღი კვების რეკომენდაციები, რომელიც პრინციპში უნივერსალურია და შეიძლება მაშინაც, როდესაც არანაირი გასტროენტეროლოგიური პრობლემა ჩვენ არ აქვს, მაშინაც დავიცვათ ეს ჯანსაღი კვების რეკომენდაციები, რაც ჯერად კვებას, ვთქვათ, გარკვეული გარეთ კვებას ეგრეთ წოდებულს და junk food-ებს და ასე შემდეგ მისგან შეზღუდვას გულისხმობს, მაგრამ არის რეკომენდაციები, რომლებიც კონკრეტული დაავადების შემთხვევაში გაიცემა ხოლმე. შესაბამისად, ეს ინდივიდუალური შეფასებით უნდა მოხდეს, მაგრამ რაც ყველაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანია და რასაც დიდ ყურადღებას ვაქცევთ ჩვენ გასტროენტეროლოგები, არის კვების ჯერადობა, ეს არის აუცილებელი. არანაკლებ 3-4 ჯერ იყოს კვების ჯერადობა და აუცილებელია შეიზღუდოს ის საკვები ფორმები, რომლებიც დაავადების გამწვავებას ხელს უწყობს. მაგალითად, ჭარბი ცხიმი, ან მაგალითად ჭარბი რაფინირებული ნახშირწყლები, ან სანელებლები და ასე შემდეგ. და მეორე რაც აუცილებლად ამ დროსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, იმიტომ რომ დღეს უკვე აქტიურად მსჯელობს მთელი მსოფლიოს გასტროენტეროლოგია საზოგადოება, რომ საკვებზე არანაკლებ გავლენას ახდენს სტრესის და ძილის დარღვევები და მენტალური ჯანმრთელობის დარღვევები საჭმელური ტრაქტის დაავადების გამწვავებაზე. ამ პერიოდშიც მწვავდება ასეთ შორის მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები გაზაფხულზე და შემოდგომაზე და შესაბამისად ორივე საკითხი ჩემი აზრით თანაბრად მნიშვნელოვანია იმისათვის, რათა ჩვენი გასტროენტეროლოგიური სიმპტომატიკა არ იყოს შემაწუხებელი. ბატონო, სიმპტომები, რომელსაც აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება, იმიტომ რომ ხანდახან არის რომ წამოგვტკივდება მუცელი ან რაღაც დისკომფორტი გვაქვს და ამას თითქოს დიდ ყურადღებას არ ვაქცევთ. როდის უნდა მივიდეთ აუცილებლად გასტროენტეროლოგთან, თუნდაც მაგალითად სახეზე გამონაყარი თუ გვაწუხებს, ამ შემთხვევაში უნდა ჩავთოთ გასტროენტეროლოგთან. როდის შემოვკრათ განგაში ზარი? პრინციპში ნებისმიერი გასტროენტეროლოგიური ჩივილი, რომელიც გრძელდება რამოდენიმე დღე, უკვე საკმარისია იმისათვის, რომ ჩვენ მივმართოთ ექიმს, მაგრამ ბუნებრივია არსებობს იქაც გრადიენტი, არის ეგრეთ წოდებული წითელი ალმის სიმპტომები, რომელიც დაუყოვნებლივ ვიზიტს და საგანგაშო სიმპტომები, რომელიც ექიმთან დაუყოვნებლივ ვიზიტს. რა არის ეს საგანგაშო სიმპტომები? პირველი მაგალითად, რაც მახსენდება, არის დეფეკაციის სიხშირის ძალიან მატება ამ პირიქით. ეს დეფეკაცია რომ ავხსნათ ჩვენს კუჭის მოქმედების კი ბატონო. შავი ფერის მასებით, იმიტომ რომ ეს არის
კარდინალურად მოითხოვს ექიმთან გადაუდებელ ვიზიტს, იმიტომ რომ შეიძლება იყოს სისხლდენა და მძიმედ დასრულდეს, ოღონდ აუცილებელი შეფასება მოხდეს ზუსტი დროული და კონსულტაცია ექიმთან. ძლიერი ტკივილი მაგალითად. ძლიერი ტკივილი მუცლის არეში, რომელიც არ იხსნება სტანდარტული ანტისპაზმური საშუალებების მეშვეობით, სიყვითლე, ანუ თუ პაციენტი გაყვითლდება მოულოდნელად, არის ასევე ღებინება, რომელიც არ იხსნება 2-3 დღის განმავლობაში და ეს გრძელდება, განსაკუთრებით ხანდაზმულებში და ბავშვებში ეს უნდა იყოს აუცილებელი. ეს ძირითადად ეს სიმპტომებია, რომელიც არ უნდა გამოგჩეს. აი, ყურადღება მიიქცია სიყვითლემ. როგორც წესი, სიყვითლეს უკავშირებენ ხოლმე ღვიძლთან დაკავშირებულ პრობლემებს. ნამდვილად არ ვიცოდი თუ კუჭ-ნაწლავთან ეს შესაძლოა რაიმე კავშირში იყოს. რა შემთხვევაში, რა დაავადებას შეიძლება მიანიშნებდეს სიყვითლეს ამ შემთხვევაში? მოდით ასე ვთქვათ, ღვიძლიც სათვალისმოყრებელი ტრაქტის ერთ-ერთი მთავარი ორგანო არის და ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ის მიუთითებს როგორც ღვიძლის პათოლოგიებს სიყვითლე, ასევე შეიძლება იყოს პანკრეასის პათოლოგია, სანაღვლიგზების, ნაღველმრეწველოვანი დაავადების, ჰემოლიზური ანემიის და ასე შემდეგ. ამიტომ სიყვითლეს რაღაცა ერთი კონკრეტული კომპონენტი არ განაპირობებს. ყოველ შემთხვევაში ის აუცილებლად მოითხოვს ექიმის რეაგირებას და ჩართვას, რათა მოხდეს დიაგნოსტირება პირველ რიგში და შემდგომ დანარჩენი კურნალობის ტაქტიკის განსაზღვრება. სიყვითლე რა ზონაში უნდა იყოს, იმიტომ რომ მსმენია რომ თვალთან სიყვითლე თუ კანის სიყვითლე თუ სად უნდა ვეძებოთ ეს სიყვითლე? დიახ, კარგი შეკითხვა. პირველ რიგში რასაკვირველია ყვითლება თვალის ლორწოვანი, იმიტომ რომ ის სიძაღები ძალიან მდიდარია და შესაბამისად იქ ასახვას უფრო მარტივად პოვის. იმისათვის რათა მოხდეს მაგალითად მთლიანი სხეულის სიყვითლეს უკვე ბევრად უფრო მძიმე მიმდინარეობას მიუთითებს, ამიტომ თვალის და ხელის გულების ან პირის ღრუს ხო სიყვითლე არის ერთ-ერთი ნიშანი, რაც მოითხოვს ექიმთან ვიზიტს. თუმცა სიყვითლე შეიძლება ზოგჯერ ყვითელი პროდუქტების ჭარბმა მიღებამაც, იგივე ციტრუსების, სტაფილოსი და ასე შემდეგ შეიძლება ამ დროსაც კონდეს და ეს არ არის ისეთ საგანგაშო პროცესის მაჩვენებელი. როგორც წესი გიგა წლის ამ სეზონზე განსაკუთრებით ადამიანები მიმართავენ ხოლმე ეგრეთ წოდებულ დეტოქს, გამწმენ დიეტებს. რამდენად მართებულია ეს და თუ დაუშვათ მიმართავთ, რა სახით უნდა ვიხელმძღვანელოთ? ერთ ჩემს აზრს გამოთქვა თქვენს შეკითხვასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ თუ ხო, ალბათ უფრო სამწუხაროდ საქართველოში გასტროენტეროლოგია ასოცირდება დიეტოლოგთან. დიეტოლოგია ძალიან მნიშვნელოვანი და საპატივცემლო დარგია, რომელსაც ხავს თავისი სპეციალისტები და მათ ისინი გაცემენ ხოლმე რეკომენდაციას. გასტროენტეროლოგები უფრო კლინიკური დარგია, რომელიც კონკრეტულ დაავადებასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს გასცემს ხოლმე. თუმცა გააჩნია მიდგომას და პრობლემას. ზოგჯერ დიეტური ინტერვენციები ან კვებითი შეზღუდვები შეიძლება თუ საუბრობთ ჩვენ გასტროენტეროლოგიურ დაავადებებზე, ამ დროს პირიქით ამაზიანებელი შეიძლება იყოს. ამიტომ მიდგომა, თანამედროვე მიდგომა არის ესეთი, რომ ჩვენ კი არ ვკურნალობთ დაავადებას, ჩვენ ვკურნალობთ დაავადებულს. ამიტომ ერთი ადამიანის, ერთი ინდივიდის გარშემო უნდა მოეწყოს ხედვა და სტრატეგია ექიმის და არა მას ეს დაავადება აქვს და ეს დაავადება, ვთქვათ, ყველა ადამიანზე ერთნაირი მიდგომით გავწევდეს. ამიტომ ეს პერსონალიზებული მედიცინა და არა დაავადებაზე, არამედ ადამიანზე ორიენტირებული კონკრეტულ ინდივიდზე ეს მიდგომა უფრო წარმატებული აღმოჩნდა. კი ბატონო, რაც შეეხება მედიკამენტებს, კუჭის ტკივილი და მუცლის დისკომფორტი ალბათ ერთხელ მაინც ქონია ყველას და გამოუცდია ეს და თითქოს აი მცირე ტკივილის დროს არ ვთვლით საჭიროდ რომ ექიმთან მივიდეთ და ასეთ დროს ვიყენებთ თვითნებურად მედიკამენტს. ბუნებრივია არ გვაქვს ჩვენ შესაძლებლობა რომ დავასახელოთ კონკრეტული მედიკამენტები, მაგრამ არსებობს ისეთი მედიკამენტიც, რომელიც თითქოს არის ძალიან მსუბუქი, მარტივი და არაფერს არ ყველასთვის მისაღები, კი ბატონო. რამდენად სწორია აი ასეთი მსუბუქი ტკივილის შესამცირებლად და შესამსუბუქებლად სხვადასხვა მედიკამენტის თვითნებურად მიღება?
მოდით ეს საკითხი ორ ნაწილად დავყოთ რა. ერთი პირველი შემთხვევა, როდესაც პაციენტს არანაირი ვიზიტი, არანაირი რეკომენდაციები პროფესიონალის მიერ არ აქვს აღებული და შესაბამისად ის სხვადასხვა ადამიანის პირადი გამოცდილების საფუძველზე ან თქვათ ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე ამა თუ იმ საშუალებას გამოიყენებს, რასაც ბუნებრივია ვერ დავიხმარებით, ვერ დაუჭერ მხარს, ვინაიდან ხშირად ის ჩუმი სიმპტომები, ნაკლებად გამოხატული სიმპტომები შეიძლება იყოს ძალიან ძლიერი, ძალიან მძიმე დაავადებების კლინიკური გამოვლინების პირველადი სახეები. შესაბამისად, ჩვენ შეიძლება ამ პერიოდის განმავლობაში, როდესაც პაციენტი ესე იღებს ხოლმე სიმპტომურად სხვადასხვა საშუალებებს, შეიძლება ჩვენ გამოგჩეს რამე უფრო მნიშვნელოვანი დაავადება და ამ დაავადებასთან ბრძოლა მე ბევრად უფრო გაგვიჭირდეს, ვიდრე ეს მოხდებოდა მისი დროული გამოვლენის შემთხვევაში. რაც შეეხება მეორე შემთხვევას გამიხილვა, როდესაც პაციენტს ექიმის მიერ აქვს რეკომენდირებული, რომ თქვენ შეგიძლიათ სიმპტომურად ეს საშუალება გამოიყენოთ, ვინაიდან ეხლა ესე არ არის აუცილებელი, რომ ნებისმიერ რაღაც პატარა სიმპტომზე ექიმს მიმართოს პაციენტმა, თუ ის რეგულარულად გარკვეული სიხშირით წელიწადში ორჯერ მაინც იგივე გაზაფხულზე და შემოდგომაზე ის მიმართავს ექიმს, არ არის აუცილებელი, რომ მცირე სიმპტომის შემთხვევაში აუცილებლად ჩაეწეროს ექიმთან, მერე მიიღოს ეს და ასე შემდეგ. თუ ექიმი გასცემს, რომ კონკრეტული პრობლემების შემთხვევაში თქვენ გაქვთ უფლება გამოიყენოთ ეს ამ პერიოდის განმავლობაში, ცხადია ამას მხარს დაუჭერთ და ასეც იქცევიან მაგალითად ჩემი პაციენტები, მათ აქვთ ასე ვთქვათ კურთხევა იმაზე, რომ შეუძლიათ მიიღონ გარკვეული მედიკამენტები. კი ბატონო, გიგა, ასევე ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ძალიან პოპულარული და ტრენდულია ფერმენტის მიღება ყოველი კვების შემდეგ, ან კვების დროს და სხვადასხვა დროს მიმართავენ ხოლმე გააჩნია ადამიანს. რამდენად მიზანშეწონილია ამა თუ იმ ფერმენტის წახმარება ორგანიზმისთვის, ხომ არ აზარმაცებს ეს ჩვენს კუჭნაწლავს? აქაც ინდივიდუალური მიდგომაა. ფერმენტის ამოცანა არის რა, რომ ადამიანის ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ფერმენტი არ არის საკმარისი და ამიტომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ ხელოვნურად, რომ ეს საკვების რაღაც მოცულობა ეს არა ქვია. მაშინ როგორ მიუხვდეთ ამას, თუ ეს საკმარისი არ არის, როგორ შესაძლებელია, რომ ადამიანი თავისთავად მიხვდეს თვით ექიმის ჩართულობის გარეშე? ჭირდება თუ არა მას ფერმენტი? ერთ-ერთი ბევრი ინდიკატორი აქვს, მაგრამ რაც ნაწილობრივ დაგვეხმარება არის ალბათ ადამიანის წონა და ის მოცულობა საკვების, რისაც ის ადამიანი იღებს, ხო? ადამიანი იღებს მცირე რაოდენობით საკვებს, ეხლა რთულად წარმოსადგენია, რომ თქვა 25 წლის ასაკში გამხდარ გოგონას კონდეს თქვა პანკრეასის ფერმენტების ეგზოკრინული უკმარისობა და მას დაჭირდეს, რომელიც მცირე რაოდენობით საკვებს მოიხმარს, მას დაჭირდეს ფერმენტების დახმარება. ვინაიდან ეს გამხდარი გოგონა 25 წლის ასაკში, რომელსაც ეგზოკრინული უკმარისობა ჭყალებში გამოვლინდა, თქვენ წარმოგიდგენიათ მისი პანკრეასის შესაძლებლობები რა იქნება 75 წლის ასაკში. ალბათ 300%-ით ნაკლები. მაშინ რა ვიცი, უნდა მიიდგას მითი რა ქვია, ჭიქით უნდა დალიოს, ხო? ამიტომ მას ჭირდება დადასტურება. თუმცა ფერმენტი როგორც საშუალება პრაქტიკულად გვერდითი მოვლენების და დამატებითი ამბების გარეშე არის. ამიტომ ეხლა მისი მიღება არც ისე დიდი ცოდვა არის და ვთქვათ ორგანიზმს არ მეაყენებს. არის მეორე მომენტი, ხშირად ფსიქოლოგიურადაც ნებისმიერი საშუალება შეიძლება პოზიტიურად განეწყვოს, როცა იღებს პაციენტი და მას აქვს თავისი პლაცებო ეფექტიც ხშირად ნამდვილად არის აუცილებლობა, მაგრამ ახლა ერთი მაგრამ თუ ჩვენ გვიწევს და ვიღებთ დიდი რაოდენობით განსაკუთრებით ცხიმიან საკვებს, შერეულ საკვებს, რომელიც ეს ქართული სამზარეულო გამოირჩევა ხოლმე ეს ჩვენი სუფრების განმავლობაში, ამ დროს საკვებად ფერმენტის გამოყენება
მნიშვნელოვნად აუმჯობესებს შემდგომ დისპეპსიურ მოვლენებს და მოვლენებაში პოზიტიურად მონაწილეობს. რა მომენტში უნდა გამოვიყენოთ ფერმენტი, რომ ის იყოს სწორად მიღებული ეს კვების პროცესში, კვების დასრულების შემდეგ თუ დაწყებამდე? კვების დროს ოპტიმალური არის კვების დროს მისი გამოყენება. ასევე ძალიან პოპულარულია კუჭის დამცავები, ეგრეთ წოდებული, რომელსაც თვითნებურად იღებენ ხოლმე ადამიანები. რამდენად მიზანშეწონილია კუჭის დამცავის ესე ყოველდღიურ რეჟიმში მიღება? არა არის ნამდვილად მიზანშეწონილი. ამ კუჭის დამცავებს ჯგუფს ეწოდება პროტონიტუმბოს ინჰიბიტორები. ძალიან ბევრი საშუალება ამ სახელით საქართველოში. ძალიან პოპულარულია. 1978 წელს ეს საშუალებები თქვენს მიერ ხსენებული მსოფლიოში იყო გაყიდვით პირველ ადგილზე. 1978 ყველა მედიკამენტს გაუსწრო გაყიდებთ. ეხლა ბოლო სტატისტიკას ნამდვილად ვერ მოგახსენებთ, მაგრამ ალბათ ხუთეულში მაინც არის. არა, არ შეიძლება გამოყენება და რატომ? ხშირად გასტროენტეროლოგიური პრობლემა მას განსხვავებით ფერმენტებისგან, ოდესე დავიწყოთ პირველი, გვერდითი მოვლენები ბევრია, განსაკუთრებით თუ გვიძლის პრობლემები გვაქვს, თუ თიკვის პრობლემები გვაქვს, თუ გვაქვს ასაკი, იმიტომ რომ ასაკში ის იწვევს ეგრეთ წოდებული ძვლების სისუსტეს და ხანდაზმულ ადამიანებს ისაც უნდა გაუთხილდეთ, იმიტომ რომ მათ ეს პრობლემები უფრო და შეიძლება პათოლოგიური მოტეხილობებიც კი გამოიწვიოთ და ასე შემდეგ. დეტალებში არ წავალ, ამიტომ პირველი არის გვერდითი მოვლენები, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ აუცილებლად, რაც ამ მედიკამენტებს აქვს ფერმენტისგან განსხვავებით. რაც შეეხება თვითნებურ გამოყენებას, სტრატეგია ინდივიდუალურად ეს საშუალებები გამოიყენება არა ერთი, არამედ თითქმის 10-მდე დაავადების დროს. შესაბამისად, კლინიკური სიმპტომები ამ 10-ვე დაავადების თითქმის მსგავსია და ძნელად გასარჩევია. ხოლო ვადები მათი გამოყენების არის ინდივიდუალური და ზოგი არის, ვთქვათ, 2 კვირა და ზოგი არის 3 თვე და მეტი. შესაბამისად, ექიმის მიერ უნდა იყოს განსაზღვრული და მეორე, ისევე როგორც ბევრ რამეს ადამიანის ორგანიზმი ეგუება და შემდგომ მოთხოვნილება ჩდება და პატარა შემდგომ ჩივილთან დაკავშირებით ისევ უჩნდებათ ამის სურვილი. ამიტომ ჩვენ ხელოვნურად არ უნდა შევუწყოთ დამოკიდებულების სტადს. ექიმის რეკომენდაციის გარეშე მედიკამენტი არ უნდა მივიღოთ, უნდა ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე და ჯანსაღი ცხოვრების წესით უნდა ვიცხოვროთ. დიდი მადლობა საინტერესო მადლობა გიგას ორდეა საუბრობდა, რომელსაც უღრმეს მადლობას გადავხდით კიდევ ერთხელ წარმატება თქვენ.